უსამართლობის განცდას მიჩენს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ახლა მე მაგალითად ვცდილობ რომ ვიმუშაო კეთილსინდისიერად, კომპანიასთანაც მინდა რომ კარგი ურთიერთობა მქონდეს, მომხმარებელთანაც მინდა რომ ღიმილით შევხვდე და ღიმილით დავტო. მე ვცდილობ იმას რომ რაღაც კუთხით ყველანაირ მაც თუ შემოთავაზებაზე რომ აი რაღაცა ბინძურ ფულს მოვშორდე, მაგალითად კოლ-ცენტრზე არ ვიმუშაო, რაღაცა ნარკოტიკების ფეხი არ ვიყო, რაღაცა გზა ვირჩიე ჩემი ცხოვრებისეული რომ აი მირჩევნია რაღაცა უფრო რთული გზა გავიარო, მაგრამ კეთილსინდისიერი, მაგრამ აქაც ვიწროვდებით, ხო? თან არ მინდა რომ ქვეყნიდან წავიდე. და ეს ყველაზე მეტად ეს არ მომწონს, რომ თითქოს აი ყველა გზა მიდის ან არაკეთილსინდისიერ იმას რა ქვია სფეროზე, ან კიდე ქვეყნიდან წასვლაზე. არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ აქ, ვინც ხალხი მუშაობს, იმიტომ რომ ბევრს ვიცი, რომ ჩემზე გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვს. ანუ ბიჭები არიან, ვისაც გადასახდელი აქვს ბინის შემოსავალი, რომელსაც იხდიან, ქირას ვერ იხდიან, ბავშვები ყავთ მშიერი და აი გამწარებულები არიან, ისე იყურებიან, რომ აი თითქოს აი შეხედავ თვალებში და მიხვდებით, რომ არსად წასასვლელი არ აქვთ. სხვა სფეროსაც ვერ პოულობენ და ამ ყველაფრის ფონზე რომ კიდე ფას გიკლებენ, ეს არის აი როგორ გითხრათ, აი არ ვიცი ზურგში დანის ჩარტყმარი, როცა ფასები დღეს ყველაფერზე ისე არის, რომ როგორ გითხრათ, მაღაზიაში შესვლაზე შეიძლება 70 ლარი ისე დაგეხარჯოს, როგორც არაფერი. 3 წელია მგონი უკვე აღარც თვალსაც ავწვდი, მგონი უკვე 3 წელი ამ სფეროში ვარ და ალბათ როგორც ბევრმა მეც ვიფიქრე, რომ რაღაცა დროებითი სამსახური იქნებოდა ჩემთვის, რომელიც საშუალებას მომცემდა, რომ რაღაც თანხად მომეგროვებინა და შემდეგ რაღაც ჩემი მეცადა რა. მე როგორც ვიცი, ამ ფიქრით იწყებს ძალიან ბევრი. თუმცა საერთოდ სხვა რეალობაში ამოვყავი თავი, მეც ესე ჭორებს ვისმენდი, რომ სიტყვაზე დღეში რაღაცა კოლოსალური თანხა კეთდებოდა და არ მიმზიდველი იყო ესე ამის მოსასმენად რა. და ამრეაც ყველაზე ცუდი ის არის, რომ შევედი ამ სფეროში ბოლომდე, რეალობას რომ ასე ვთქვათ შევეჯახე, საერთოდ სხვა სურათი დამხვდა. როგორ გითხრათ, პლუს როცა ამ სფეროში შემოდიხარ, სულ ხარ გაჭედილი შრომაზე ხარ, ასე ვთქვათ, მიჯაჭვული. იქიდან გამომდინარე თუ შენ თუ დღეს შენ მაქსიმუმს არ იმუშავებ, ხვალ არანაირი შემოსავალი არ გექნება. არის მომენტები, როცა უბრალოდ აი როგორ გითხრათ, ახლა ვინც ამ სფეროში არ მუშაობს, ის ვერ მიხვდება, მაგრამ აი ვერ ხვდება რა არის ყოველდღე ამინდის შემოწმება. აი ყოველდღე უნდა გახსნა ამინდა და შეამოწმა, რომ იცოდე შენ დღეს წვიმა დაგხვდება, ქარი, რომელიც ანუ ქარში მუშაობა შეუძლებელია თუ რაიმე სხვა თოვლი 1000-ისა ზამთარში ურთულესი არის აქ მუშაობა და შეუძლებელიც არის მე რომ მკითხო. საერთოდ არ მქონდა ეს ფიქრები, როცა მე მუშაობა დავიწყე. აქედან გამომდინარე, ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ისე, რომ ფიქრობ, რომ აი იმუშავებ ამ კვირაში ამდენ თანხას გამოიმუშავებ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ 3 დღე შეიძლება კვირაში ვერ იმუშაო. შემდეგ იწყება ის ფიქრი, რომ აი არა უშავს, 3 დღე ვერ იმუშავე, მომდევნო კვირაში უფრო მეც ვიმუშავებ და ესე ასე ვთქვათ, საკუთარ თავთან რჩები ვალში. შემდეგ ისევ ეს რეალობაში რომ განახორციელო ძალიან რთულია და ასე ვთქვათ, მახეში ხარ გაბმული. შენ როგორ გითხრათ, ანუ ბევრი ამ სფეროში ვიცი ჩემი მეგობარი ვინც არის, აბსოლუტურად ყველას იგივე პრობლემა აქვს და ესე დაეწყოთ ყველას ფინანსური ვალდებულობების დამატება, იმიტომ რომ იღებენ ვალებს, როცა ფიქრობენ, რომ ხვალ სიტყვაზე მე უფრო ბევრს ვიმუშავებ, გადავიხდი და თითქოს აი რაღაცნაირად ლუპში ხარ, რომ ერთი და იგივეს აკეთებ მუდმივად. პლუს ახლა ამ ყველაფერს ემატება ის, რომ საკურიერო სფეროში არ არის სტაბილურობის განცდა, არანაირი თან, ანუ არავინ არ იცის ხვალ რა იქნება. დღეს შეიძლება რაღაცა სიტყვაზე დღესასწაული იყოს და ნორმალური თანხა გამოიმუშაო, მაგრამ შემდეგ 1-2-3 კვირის განმავლობაში საერთოდ ანუ როგორ გითხრათ, ვერაფერი ვერ გააკეთე, ისეთ როგორც იმ დღეს კონკრეტულად გააკეთე. აქედან გამომდინარე არის ის სურათები, რომ აი დღეს მე ამდენი გავაკეთე, ეს არის მხოლოდ დღესასწაულის სურათები, რომ რაღაცა ვითომ 300 ლარი გააკეთეს თუ რაღაცა. მე ეგეთ ადამიანს პირადად ძალიან ცოტას ვიცნობ. ჩვენ ახლა ოფიციალურად ვქვია პარტნიორები.
და როცა ანუ მე პარტნიორი მქვია, მე ყოველ შემთხვევაში ესე ვიცე, მაგალითად ჩვენ რო ვიყოთ ახლა ბიზნეს პარტნიორები, ხო? და რაღაცა ცვლილება რომ მინდოდეს, მე ჩემს პარტნიორს რო შევუთანხმო, ეს ანუ ჩემი ვალდებულებაა. და ჩვენ ამას არავინ არ გვითანხმებს. ანუ ნახეთ, როგორც მოუნდებათ ფასების დაკლება, რომ ფასები დაწიონ და უფრო კურიერის სიტყვაზე დაბალ ხელფასზე ამუშაონ. ამას უბრალოდ აკეთებენ და თან წერენ ესე, რომ იცით რა, ესე უფრო სამართლიანია, რომ აი ესეთი უფრო სამართლიანი აღზღორება იქნება და ანუ ის მაინც გითხრან თუ აი ჩვენი შეცდომა სიტყვაზე რაში არის, ან აი რას ვაკეთებთ არასწორად, ან საიდან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ხშირ შემთხვევაში აი დაჟე ტარიფიც რო არის, ხო, ისიც არ ვიცით წესიერად თუ რაზე რა თანხას გამოიმუშავებთ. ან ბევრი რაღაც არის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. რეალურად ისეთი სფერო არის, რომ უსაფრთხოების გარანტს ვერ იძლევა. ანუ არაფერი არ გაძლევს, როცა ორბორბალზე ხარ უსაფრთხოების გარანტს. ნებისმიერ წამს ერთი შეცდომას და შეიძლება ფატალურად დასრულდეს. და ესენი რომ კომპანია რო სიტყვაზე არც გვითანხმებს იმას რომ ხელფასი დაგვიკლონ, ეგ ხო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში მაგდებს. ეს არის ყველაფერი სტრესი. ეს არის აი ყველაფერი როგორ გითხრათ, აი არ ვიცი, აი მაგალითად აი რო შევადაროთ, აი 5 საათში წინაზე გავაკეთე, Bolt Food-ზე მუშაობდი, საკმაოდ კარგად მუშაობდი, 5 საათში გავაკეთე 55 ლარი. ამ 55 ლარიდან მე ბენზინი ჩავასხი 12 ლარი, საჭმლის ყიდვა მომიწია 9 ლარი, ანუ რა დამჭა რეალურად და საღაზიაში მივდივარ და პროსტო დავიტოვე სახში პროდუქტი და გადავიხადე 40 ლარი. არაფერს არ გადავიხადე, არ ვიცი რაში გადავიხადე 40 ლარი, მაგრამ ხო იცით ხა მაგას იმიტომ არ უსმენ ხალხს, რომ ყველა შედის აბსოლუტურად მარკეტში და ყველა მიცით მარკეტში რა ხდება, ხო? ანუ რაღაცა პერიოდი იყო, რომ მართლა კარგი იყო ეს საკურიერო სფერო იმისთვის, რომ მაშინ არ იყო ესეთი ფასები რა. ან ფულს ძალა ქონდა ერთი სიტყვით და დღეს როცა ფულს ძალა აღარ აქვს და უკვე მეხუთედ თუ მეოთხედ მცირდება საკურიერო სფეროში ხელფასი. ან ვერ ხვდებით რატომ მცირდება. ნახეთ ყველაფრის ფასი იზრდება, ხელფასები რაღაც კუთხეებში გაიზარდა. ჩვენთან პირიქით უკუსვლა არის, რატომ? ანუ ვერ ხვდები, კომპანია მე მესმის რაღაცა შეიძლება ფიქრობდეს, რომ რაღაცა ბევრ თანამშრომელს ავიყვან და ბევრი შეკვეთები მექნება, მაგრამ აი ნახეთ, ვინც მუშაობს ამაზე სისტემატიურად, ამ ხალხს შემდეგ უსამართლობის განცდა უჩნდება იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი, რომელიც მაგალითად 12-14 საათი ყოველ დღე მუშაობს შენთან, განცდა აქვს, რომ შენი თანამშრომელია. და როცა კომპანია მსგავს ქმედებებს მიმართავს, ხო, შენ თვითონ გრჩება, რომ ანუ ის განცდა, რომ არავის არაფერში არ ვაინტერესებს. მე ვიცი ბიჭები რომ იყვნენ პროტესტნიშნისთან ოფისთან მისული, რაღაცა გაუგებრობა იყო როგორც მახსოვს, ძალიან გაბრაზებულები იყვნენ. ესეთი პასუხი უთხრეს, რომ არ გინდათ და ნუ იმუშაოთ. რაც კომპანიის მხრიდან ერთ-ერთი შეხედვით კი, ესე ვთქვათ არის. ხო, არ გინდა ნუ იმუშაოთ. უბრალოდ ანუ ადამიანისთვის, რომელიც ახლა მუშაობს თავდაუზოგავად რაღაცა შეკვეთას არ იპარავს, კეთილსინდისიერად მუშაობს, არ უნდა call center-ში მუშაობა სიტყვაზე, არ უნდა რომ ფეხი იყოს. ეგეთი ადამიანისთვის აი ძალიან მძიმე მოსასმენია, ვინც აი უნდა რომ პატიოსნად იშოვოს, ასე ვთქვათ, თავისი ელემენტარული საშუალება. ანუ ეგეთ პასუხს რო გეუბნებიან, გაბოროტებს ხდები? და ჩვენ კი არ გვინდა რომ გაგვაბოროტოს რაიმე, არ გვინდა. პირიქით მაგას ვიბრძოლობთ, რომ ჩვენი სიკეთე, ჩვენ ყველაფერი შევინარჩუნოთ და ისევ გქონდეს რა სახეზე ღიმილი და ისევ ანუ რა პრობლემაა იმაში, რომ რაღაცა სამართლიანი შემოსავალი გქონდეს, არ გქონდეს რაღაცა როგორ გითხრათ, გადაჭერილი თუ არც ვიცი რა დავარქვა, იმას რასაც გვიშვებიან რა. აი წარმოიდგინეთ ახლა როგორი განსხვავებაა, რომ სიტყვაზე 7 საათში 100 ლარს რო გააკეთებდი, დღეს მაგას აი საერთოდ აი განახევრებულია. თან პლუს ავიღოთ, მოდი ისიც ვთქვათ, რომ სკუტერზე არ გაძლევს იმის უფლებას, რომ იაფასიანი ის დააყენო, რა ქვია, ნაწილი. ანუ კი, ბევრი რაღაცა იაფიქრს, მაგრამ აი მუდმივ სერვისს საჭიროებს. აი 2000 კილომეტრზე მაგალითად ზეთი იცვლება. მანქანის ზეთი იცვლება 9000-დან 15000-მდე. ძალიან დიდი განსხვავებაა. სკუტერის საბურავი ბევრად უფრო მალე ცვდება და საბურავის ანუ ცუდი საბურავის ქონის უფლება არ აქვს. იმიტომ რომ აი ერთი პატარა მოცულება და ძირს ხარ. ანუ ყოველთვის კვირაში რო რაღაცა არის, ან თვეში ყოველთვის გათვლილი გაქვს რაღაცა თანხა 300-დან 400 ლარამდე ან რაღაცა, რასაც სკუტერს ახარჯავ. ავიღოთ ისევ ბენზინის ფული, ავიღოთ კიდევ საჭმლის ფული. იძულებული ხარ რომ გარეთ ჭამო, რომ იფიქრო რომ ჯერ სახში სანამ მე მივალ, სანამ საჭმელს დავკარგავ საათნახევარს. ყველას ფიქრი ეს არის. და ურჩევნიათ გარეთ ადგილზე ჭამონ, იქიდან გავამდინარე, რომ მალევე დაბრუნდნენ თავის, რა ქვია, გამომუშავებას.
და მე აბსოლუტურად ყველაფერს შეკვეთე. აი როგორ უყურებ ისე რაღაცაში რომ გადაიხადე, აი 50 ლარი პირობითად გადაიხადე, ხო? ვაიმე, ამის გულისთვის 10 შეკვეთად დავტოვე, რაც ნიშნავს, რომ 20 მისამართზე ვიყავი. აი სიგიჟი არის გაგიჟებს რა. და როგორ გითხრათ, ბევრი ისეთი რაღაცა გადაიტანა ამ სფერომ ხალხს თვითონ მომუშავე პერსონაჟი, რომ კურიერებს აქვთ ის განცდა, რომ თითქოს გვერდში მდგომი არავინ არ ყავთ. აი არავინ, ახლა თქვენ გინახავთ ახლა აი ზამთარში რა სიტუაცია იყო, როგორი მუშავეს ის და აი ზამთარს რო კურიერი გარეთ გადაიტანს, ხო, მე იმისთვის ძალიან ძნელი არის. იმას გონია, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი რაღაც შეძლო. ხო გინახავთ აი სურათებიც ხო გაქვთ, ნახე ავტობუსის იმას რა ქვია, ძრავზე რო ხელს ითფობს მაგალითად, ანუ ზამთარში ხალხი მუშაობა აი გარეთ, ანუ ზაფხულშიც არანაკლებია, იმიტომ რომ აი თბილისში ხო ისეთ როგორც ხელა. და წარმოიდგინეთ თბილისის სიცხე, ზოგადად წითელზე ჩერდები დაახლოებით არის ცოტა ხანგრძლივი შუქნიშნები, რომელიც გიწევს 1 წუთი და ის სიცხე აი გაწვება, ის ძალიან ცუდი მდგომარეობა. აი ისეთი სფეროა, რომ ვინც გარეთ მუშაობს, არის აი ურთულეს. წვიმა იქნება, მტვერი იქნება, ვაფშე ყველაფერი თვალებში გაქვს. და აი მაგას რო ადამიანი გადაიტანს და შემდეგ საპასუხოდ იმის ნაცვლად რომ მადლობა რომ გვერდში გვედექი და კომპანიას გვერდში დაუდექი, იმიტომ რომ შენი გვერდში დგომით და რა ქვია ზამთარში ყოფნით, ესე დაუღალავშრომით, რომ იმუშავე მადლობას გიხდით და ხელფას გიკლებთ. რა არის ეს? ანუ ვერ ხვდები ეს. ეგ კი არა, კურიერები რეალურად რამდენი ვართ, ეგეც არ ვიცით რა. ანუ ამ სფეროს რა რაოდენობის თანამშრომელი ყავს, რა რაოდენობის სიკვდილიანობა ყავს, რა რაოდენობის ავარია აქვს, რის შედეგად ანუ არაფერზე მე მაგალითად არ გამიგონია რომ ყოფილიყოს რაიმე კვლევა, რაიმე სტატისტიკა, რომ აი გამოვიდეთ და თქვათ რომ იცით რა, ამდენი პროცენტი არის ამ სფეროს სიკვდილიანობა. და თუ გინდა რომ დიდი თანხა გამოიმუშაო, დღეში უნდა იყო 14 საათი ფხიზლად. მინიმუმ ხვდებით, რომ აი ის რაღაცა კოლოსალური თანხა, როგორც ეხა დღეს საერთოდ ვეღარ კეთდება, იმიტომ რომ ხელფასები დაუკლეს, მაგრამ აი ნახეთ, ისეთი მძიმე მდგომარეობა აქვს ხალხს, ვინც ამაზე მუშაობს, რომ აი მიდიოდნენ მაგაზე, რომ ურისკავდნენ, რომ ეგრე ემუშავათ, რომ თავიანთი ვალდებულებები დაეფარათ. ეხა მინდა რომ საერთო სურათი შეიცვალოს. ის კი არა რომ ერთი კომპანია გამოსწორდეს, რომელმაც სიტყვაზე ისეთი განცდა გვაქვს, რომ თითქოს აი ნახეთ, არანაირი რეგულაცია ჩვენ არ გვეხება, ესეთი შთაბეჭდილება გვჭირდება. არანაირი ის არ გვეხება, რა ქვია, სამართალი და რასაც უნდა ყველა იმას აკეთებს და მაგრამ ძირითადი ამაზე ვინც მუშაობს, ყველა არის ახალგაზრდა და ამ ხალხს ყველა რას ცდილობს, რომ თავიანთი ახალშექმნილი ოჯახი გამოყვებონ. რაღაცა ელემენტარული ბინა იყიდონ, რომელმაც ანუ გარისკეს და ვინც ვიცი რომ იპოთეკა აიღეს, ვერავინ ვერ იხდის, ანუ სახლს ყიდიან ხალხო. ვერავინ ვერ იხდის. აი იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. აქ არ არის სტაბილურობა, არ არსება, არასდროს არ ყოფილა სტაბილურობა. ყველაზე მეტად ჩვენ რაც გვინდა იყოს რაღაცა სტაბილური, რომ ვიცოდეთ, ანუ როგორ რანაირად უნდა გაკეთდეს და რატომ არის თუ არის დაბალი ხელფასი, რატომ არის დაბალი ხელფასი. მაგასაც კი არავინ არ გვიხსნის. რაც ანუ დღეს ის რასაც თავაზობენ დღევანდელ რეალობაში, ანუ როგორ გითხრათ, არაფერში არ ჯდება. აი საერთოდ რის გამო გვიკეთებენ ამას, რა დავაშავეთ, რა გავაფუჭეთ, არ გვეუბნებიან. ბევრი მომისმენია მაგალითად კურიერებს რო აკრიტიკებს, რომ აი თქვენ რანაირად დადიხართ. მეც მინახავს, რომ ცუდად დადიან ბევრი კურიერი, მაგრამ ძალიან ბევრი მინახავს ასევე, რომ მანქანით დადის საშინლად. და ნახეთ, მე კურიერი, ხო, თუნდაც აი რო დავდივარ, არ ვამართლებ, არავინ არ იფიქროს რომ ვამართლებ, მაგრამ ვერავის ვერ მოკლავ მაგით. და მე მანქანა მომკლავს რამე რო იყოს, თავისი ქმედებით რა. ქაოტური მდგომარეობა არ არის იმის განცდა, რომ ვიღაცა ჩვენ გვერდით არის, არ არის იმის განცდა, რომ რაღაცა პრობლემა მოგვარდება. ანუ ნახეთ, კურიერებშიც რო იკითხოთ, ხო, ყველა აბსოლუტურად გეტყვით იმას, რომ აი რაღაცა რო დაიწყება მოძრაობა, აზრი არ აქვს, ყველას ფეხებზე ვკიდივართ. აი ესეთი განცდა არის და ეს ხალხი თან ის ხალხია, რომ აი ვინც აი როგორ გიხსნათ, ქალაქში არაფრის გაფუჭება არ უნდათ რა და არც ქვეყანაში არაფრის გაფუჭება არ უნდათ, პირიქით უნდათ რომ იშრომონ და პატიოსნად იცხოვრონ. ანუ